დეპუტატ რობაქიძის მკვლელობის საქმეს განიხილავს დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. მოусმინეს იამეტრეველს, მანამდე კი კომისიის წევრებმა კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება მთავარ პროკურატურას გადაუგზავნონ გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეები. მიზეზი კომისიაზე გამოუცხადებლობაა. Სამდინოს ვთხოვ, რომ დღის ბოლომდე სხდომის დასრულებამდე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული დოკუმენტები შეკრიბოს და დადგენილი წესით მოამზადოს მისი საქმე პროკურატურაში გადასაგზავნად. ჩვენ გვაქვს წინა კვირიდან დარჩენილი საკითხი, რომელიც ეხება გივი თარგამაძეს. ბატონი გივის შემთხვევაში ფელდეგერი ბრძანდებოდა მის საცხოვრებელ მისამართზე. პირადად ჩაიბარა მან შეტყობინება და შემდეგ ასევე საჯაროდ, როგორც სხვა პირებმა, განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომისიაზე მოსვლას და 3 აპრილს, როცა ის იყო დაბარებული, ჩვენ ყველამ ერთად ნახეთ, რომ რეალურადაც არ გამოცხადდა. აქაც შეტყობინების პროცედურა კანონით დადგენილი წესით დასრულყოფილად არის დასრულებული და კომისიის წევრებს ვთავაზობ, რომ კენჭი უყაროთ გივი თარგამაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხს, ვინ არის მომხრე. ასევე ჩვენ დღევანდელ სხდომაზე 11 საათზე ველოდით ბატონ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძეს. შეტყობინების პროცედურა აქაც არის დასრულებული და მან გუშინ როგორც სამდინო გვატყობინებს ოფიციალურად მოიწერა სამდინოს ოფიციალური არხებით საყვედური, რომ ვაწუხებთ მას, იმიტომ რომ მან ბევრჯერ განაცხადა, რომ ის არ აპირებს კომისიის წინაშე გამოცხადებას არც დღეს და არც მომავალში. შესაბამისად, აქაც შეტყობინების პროცედურა დასრულებულია და ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეც გადაეგზავნოს შემდგომი სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირებისათვის საქართველოს პროკურატურას, ვინ არის მომხრე. შესაბამისად, დღეს პროკურატურის წინაშე იგზავნება გივი თარგამაძის, ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი-ჯაფარიძის საქმეები სისხლის სამართლის კოდექსის 359 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. იარაღი გამოსაყენებელი, იარაღი უნდა იქნას გამოყენებული. მანი დანაშაულის მიმართ. თლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობითი საჯელი, ყველა ციხეში. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველა არავითარ შემთხვევაში არ შეკითხვები ხდება. ასე გადაივსო ქართული საპატიმროები პატიმრებით და ჩვენ მივიღეთ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, დაახლოებით 25,000 პატიმარი იხდიდა სასჯელს ქართულ ციხეებში. ქალბატონო ია, მოგესალმებით. ჩვენ სანამ თქვენ შემოგბრძანდებოდით, ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ნულოვანი ტოლერანტობის სისხლის სამართლის პოლიტიკა. ხელი უქნია საზოგადოებას, თითი უქნია და თქვა, რომ ყველა უნდა ყოფილიყო ციხეში და მოვისმინეთ ასევე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონ ივანო მერაბიშვილის ასევე მაღალი ტრიბუნიდან დავალება პოლიციელებისადმი, როგორც მისი გამონათქვამი იყო, მაშინ გახსოვთ თქვენ ყველაზე კარგად, ხელი არ აგიტოქტედო, ასეთი ბრძანება გასცა. მე მარტო ბუტას ჭირის უფალი არა ვარ, აქ მოსული, აქ ვარ მე როგორც ბატონი იურა ვაზაგაშვილის და ირინა ენუქიძის, ასევე ჭირის უფალი სანდროსიც და ზურასიც, რადგან ისინი ცოცხლები აღარ არიან სწორედ იმ ხელისუფლების ხელით. დავიწყებ ამ ჩემ ტრაგედიის ამბავს. ეს იყო სწორედ იმ დღეს, როდესაც სააკაშვილის მოსვლის, ახალი ხელისუფლების მოსვლის წლისთავი იყო, ეს იყო 23 ნოემბერი, გიორგობის დღე 2004 წელი. რასაც ზეიმობდა სააკაშვილი, დიდი გრანდიოზული ზეიმი ჰქონდათ მოწყობილი ამ გიორგობის დღეს, რადგან მათი მოსვლის წლისთავი იყო. მოხდა ის, რომ გააჩერეს ეს ბავშვები, ეტყობა ბევრნი იჯდნენ, 6 ბიჭი იყო და ამ მანქანაში რომ ეს 6 ბავშვი იჯდა, რაღაცა მოეჩვენათ, გაძლიერებული დაცვა იყო, რადგან წლისთავს ზეიმობდნენ.
და არ ვიცი ხა რატო გააჩერეს უბრალოდ და სხვათა შორის ამ პატრულთან ჩვეულებრივი საუბარი მიდიოდა რომ გააჩერეს ბუტა მიულოცა გიორგობა ეს მინდა აღნიშნო და უცებ რომელიღაცა პატრული რომელიც მანქანაში იჯდა რაღაცა მოეჩვენა მანქანაში ყველა ბავშვი არ იყო გადმოსული მანქანიდან და იქ რაღაცა კასეტებს თუ რაღაცას ათვალიერებდა ბავშვი და რაღაცა მოეჩვენა უცებ არც კი გაუგია მათი საუბარი გამოიძახა დამხმარე პატრული მოვარდა უცებ დამხმარე პატრულები უამრავი უცებ ატყდა იქ ამბავი ჩქარა დაწექით რომ დაუწყეს ამ ბავშვებს ძირს დაყრა და ცემა რომ ბუტა გაკვირებული რომ რა დავაშავეთო რას გვერჩითო დაწექიო უყვიროდე და ბუტა ხელება აწეულმა ბავშვმა რომ აწიეთ ხელები მანქანაზე დააწყობინეს ესე და მე ხელება აწეული იყო ბუტა და დაწექიო და ხով წვებიო რატო მაგინეფო ბუტას უთქვამს და ამ მომენტში მოხდა გასროლა უკვე რომ ბავშვი დავარდა იმის მაგივრად რომ აეტეხათ ამბავი და მიეხედათ ბავშვისთვის უკვე აღარ იცოდნენ რა ეკნათ აფორი აქდნენ დაიბნენ დაუწყეს ამ ბავშვებს რტყმევა ერთ პოლიციელს გაუვარდა ბაშგვარად ბაშალეიშვილს და თქვენი ვაჟი რომელიც იმ დროს იყო 19 წლის დაეცა ამიტომ ატყდა ჩოჩქოლი რომ თვითონ პატრულის თანამშრომლებით დაიბნენ ვინაიდან იქ არ იყო დაგეგმილი იმ მომენტში ასე ვთქვათ გასროლა ხო არა გასროლა არ იყო მაგრამ ესენი მივარდნენ უკვე რომ ატარებდნენ სპეცოპერაციას სპეცოპერაციას ატარებდნენ მაგრამ იმ წუთში ასე გადამიზნებულად ალბათ არ იყო დაგეგმილი გასროლა იმის მაგივრად რომ პირველი რეაქცია იყოს მისი გადარჩენა ირთვება მთელი სახელმწიფო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პიარი ბატონი გურამ დონაძე და მაშინდელი ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი დრამატურგი და მარჯვენა ხელი მიდის შემთხვევის ადგილას მას მანქანაში ყავს როგორც თქვენ ბრძანეთ ოპერატორი და იწყებენ დაგეგმვას რა მოიფიქრონ არა იმისთვის რომ ახალგაზრდა გადაარჩინონ რა მოიფიქრონ იმისთვის რომ რაღაც მიზანს მიაღწიონ რა იყო ეს მიზანი სასტრაფო ბავშვები რო ყვინოდნენ რომ სასტრაფო არ გამოიძახიათ სასტრაფო მე გამოიძახეს თუმცა ჯერ კიდევ იარაღი არ ქონდათ ბოტანილი სასტრაფო უფრო მალე მივიდა და სხვათა შორის სასტრაფომაც დაადასტურა რომ იქ იარაღი არ ყოფილა როდესაც სასტრაფო მივიდა იქიდან იყო ბრძანება თქვენ რომ დასაწყისში თქვით ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა ბატონი სააკაშვილის მიერ გამოცხადებული რომ ხელი არ აგიკანკალდეთ ესროლეთ რასაც მოჰყვა სწორედ ახალგაზრდების ხოცვა ქუჩებში და ეს იყო 162 ბიჭი დახვრიტეს ასე და მოკლეს ქუჩაში უდანაშაულოდ სწორედ იმიტომ რომ ყოფილიყო შიშით ემართათ ქვეყანა ეს იყო სააკაშვილის მიზანმიმართულად მართვის მეთოდი და გააგრძელა სწორედ ასე ამის შემდეგ და დაიწყეს აი ამ შიშით ქვეყნის მართვა სწორედ ამიტომ როგორც კი გადაურეკეს ზემოთ ზემდგომებს და ეს იყო ოქრუაშვილი ერთ-ერთი მთავარი ადეიშვილი ოქრუაშვილი და იქიდან მიიღეს ბრძანება რომ ბოლომდე მიიყვანეთ ყველაფერი პატრულის იმიჯი არ უნდა შეილახოს ეს იყო მათი ნაბრძანები და ამის მერე იყო უკვე სცენარისტი დონაძე ჩაერთო ამ ყველაფერში და იქ მოზიდეს ვაკის პოლიციიდან უამრავი იარაღი ამაში ჩართეს უკვე მთელი სისტემა და ამუშავდა და დაგვიპირისპირდა ამ ბავშვებს მიიტანეს უამრავი იარაღი ერთ-ერთ იარაღს ეხაც მახსოვს კარგად ავტომატს ეწერა გია რომელიც ამოიცნო პატრონმა რომ 15-20 წლის წინ ჩამორთმეული ქონდა და მისი იყო ეს იარაღი ეს მოწმეთაც გამოდგა შემდეგ ეს პიროვნება ესე მახსოვს და მოკლედ ეს ეგრეთ წოდებული ლიმონკები და არსენალი იყო მთელი რომლებიც დაულაგეს ამ ბავშვებს ბუტას დაუდეს ავტომატი და შემდეგ ამბობდნენ და მიქაძე იქვე ჩაწერეს იქვე მისცა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო მიქაძე დონაძესთან ერთად ყველაზე დიდი დანაშაული მათ მიუძღვით და განსაკუთრებით მიქაძეს რომელმაც ვინ იყო ამ დროს მიქაძე რო აღსნათ საპატრულოს უფროსი იყო მიქაძე ქალაქის და მიქაძე უთხრა რომ მოკლედ ესეთი სცენარი უნდა გათამაშებულიყო რომ ვითომ ბუტა მიისროლა ორჯერ ესროლა ბუტას ავტომატი და ბუტამ ორჯერ გაისროლა და ამის შემდეგ მოხდა უკვე გასროლა
20,000 ლარიანი გირაოდა საზღვრის კვეთის შეზღუდვა შეუფარდა ირაკლი ოქრაშვილს სასამართლომ. საუბარია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადებაზე. თავისუფლება არ იზომება არც 20,000 ლარად, არც 50,000 ლარად, არც საზღვრის კვეთის აკრძალვით. თავისუფლებას აქვს სხვა ფასი, მაგრამ ის ამას ვეღარ გაიგებს, ვეღარ აზრობს. ერთში სიარულის ასაკიდან დიდი ხანია გამოვედი, გითხარი. ბატონო, თქვენ თქვით, რომ გირაოს გადახდას გირჩევია წახვიდეთ ციხეში. შეიძლება ასეც ვიცეთ, მაგრამ ჩვეულებრივი ცირკი არანაირი საგამოძიებო კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს პარლამენტი არ ყავს. თუ რამის გამოძიება უნდა და 15 წლიანი ხანდაზმულობის სხვა და ყველა საქმეზე გასული აქამდე გამოეძიები. უზარო ბაკეთის საქმეზე ხორობითი გაკვეთილები აქვს, თუ გამეორება ცოდნიზე და არ ვიცი. სასამართლოში იხილება ეს საქმე 6 წელია მე აქ დავდივარ ამ საქმეზე, როცა დამთავრდება, მაშინ დამთავრდება. ირაკლი ოქროაშვილის მიმართ 2004 წლის ფაქტთან დაკავშირებით 5-6 წელია მიმდინარეობს დღეს სასამართლოში არსებითი განხილვა საქმისა, სადაც 8 წლამდე ითვალისწინებს ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთას. ამ პერიოდში უამრავჯერ დატოვა მან ქვეყნის საზღვრები და ჩამოვიდა ისევ საქართველოში და ამ ძიმე მუხლის შიშით თქვათ არ დაუტოვებია საქართველო 2004-6 წლებში თუ 8 წლებში არსებულ რაღაც საქართველოში არსებულ ვითარებასთან ახლა არ ვიცი ექსპერტია რა უნდა თქვისგან ვეტყვით და მით უმეტეს იცით რომ 2007 წლიდან ის საქართველოში აღარ იმყოფებოდა. კანონმდებელი ჩვენ გვაგრძელებს უფლებას გამოვიყენოთ კონკრეტული სახე როგორც ახალგაზრდა ღონისძიების, ასევე მოვთხოვოთ დამატებითი ღონისძიების სახე, ეს იყო ამ შემთხვევაში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის საკრძალვა, რაც ვფიქრობთ რომ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას. ამ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მას აკუთვნოს ღონისძიების სახით მოთხოვნილი სახე და დამატებითი ღონისძიება. მოცემულ შემთხვევაში ახლა როცა ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტულ ბრალდებულზე ირაკლი ოქროაშვილზე, ჩვენ საქმის მასალებშიც მითითებული გვაქვს ჩვენ მდგომლობის დასაბუთებისთვისაც გამოვიყენეთ, რომ მას წარსულში კონფლიქტი ჰქონდა კანონთან. ეს არ იყო პირველი შემთხვევა მისი არაკანონმორჩილი ქმედებისა. მის მიმართ არაერთი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენის სახით. შესაბამისად ეს გარემოება ახასიათებს ბრალდებულს და შესაბამის კონკრეტული სახის მოთხოვნისას ეს გარემოებაც ხდება მხედველობაში მიღებული. ქართული დელეგაცია დილიდან ორხრივ შეხვედრებს მართავს ტაშკენტში. შალვა ბაყოაშვილმა დისკუსია გამართა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან იმჯერეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროკავშირს შორის ურთიერთობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ორხრივი შეხვედრები პარლამენტთა შორისი კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში იმართება. ეს არ არის პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. გულისხმობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ჩვენ უკვე დავამყარეთ ბევრი კარგი ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე. თავმჯდომარე ბატონი შალვა დელეგაციასთან ერთად მალტაში 2023 წელს იმყოფებოდა და ჩვენ განვიხილეთ ბევრი საკითხი ორ ქვეყანასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ კავშირების განმტკიცებას ორი ქვეყნის, მალტისა და საქართველოს პარლამენტებს შორის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა. აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. საქართველოს სუვერენიტეტი ვრცელდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. ასე რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ამ საკითხშიც. მქონდა ძალიან გუთხრილი შეხვედრა მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან, მქონდა საუბარი რა თქმა უნდა არსებულ გარემოზე, უსაფრთხოების და ეკონომიკურ გარემოზე ევროპაში განსაკუთრებით. მალტას ამ მხრივ აქვს კარგი შედეგები, რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას და ამას აქცევ ყურადღებას უსაფრთხოების კონტექსტშიც. ჩვენც ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად წარმატებულად არის ჩვენთან ეკონომიკური წინსვლის პროცესი, რომ ვართ ლიდერი კონტინენტზე, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპებით და ეს გახლავთ მთავარი საკითხი ჩვენი ხელისუფლების. ასევე ვისაუბრეთ რა თქმა უნდა საქართველოს და ევროკავშირის შორის არსებულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემას და იმას, რომ ქართულმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი. ამ მხრივ მალტის ხელისუფლების მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა. მალტის პარლამენტის თავმჯდომარესთან მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, რომელზეც მან გაგვიზიარა ის გამოცდილება, რომელიც მალტას ჰქონდა ევროპაში ინტეგრაციის გზაზე და მათ შორის დაგვამშვიდა და გითხრა, რომ მსგავსი პრობლემები ყველა ქვეყანას ჰქონდა ინტეგრაციის გზაზე, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ დასახულ
ერთეული გზით სიარული და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ, იმიტომ რომ ჩვენი ადგილი არის ევროკავშირში, ეს იყო მისი მთავარი გზავნილი. ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მივიღეთ მალტის სპიკერისგან. მალტა, რომელიც ევროკავშირის და იმავდროულად ნეიტრალური სახელმწიფოა, მან პირდაპირ ხაზი გაუსვა მშვიდობის მნიშვნელობა, სადაც საქართველოს სუვერენიტეტი დაცულია და მიუხედავად იმისა, რომ მალტა არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მან წარმომადგენლმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი ნათლად ხედავენ, რომ საქართველოს მზად არის ევროკავშირში წევრობისათვის, ძალიან პოზიტიურად აფასებენ საქართველოში ეკონომიკურ ზრდის პერსპექტივებს, რაც ევროკავშირის წევრობისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. დაბასურამში აქტიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყოფილი კინოთეატრის შენობის რეაბილიტაციო სამუშაოები. ზეკოტაში და კალკალათევის დასახლებაში მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე დაბიძისა და წმინდა მარიამის ქუჩაზე გაკეთდა ასფალტის ბეტონის გზის საფარი. როგორც ხაშურის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვეფხია ბლიაძე ამბობს, მიმდინარე წელს სურამში განსაზღვრული და დაგეგმარებულია 8 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ზეკოტაში და კაკალათხევის დასახლებაში მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე დაბიძისა და წმინდა მარიამის ქუჩაზე გაკეთდა ასფალტ-ბეტონის გზის საფარი. როგორც ხაშურის მერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვეფხია ბლიაძე ამბობს, მიმდინარე წელს სურამში განსაზღვრული და დაგეგმილია 8 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. მუნიციპალიტეტით ხელთარსებული რესურსებით, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება პროექტები. ადგილობრივი და ნახსანიშნავია ასევე ყოფილი კინოთეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელშეწყობით მიმდინარეობს ჯუმათელეთის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა 200 ბავშვზე გათვლით. მიმდინარე ობიექტების ჩაბარების შემდგომ აღმაშენებლის და რუსთაველის ქუჩაზე ასფალტირებული და კეთილმოწყობილი იქნება ყველა მისი მიერთება და არსებული ჩიხები. ასევე მინდა მოგახსენოთ, რომ დაბასურამში ფინანსური რესურსის შესაბამისად და საბიუჯეტო დაგეგმარებით განხორციელდა მრავალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გასულ წელს ტაბიძის ქუჩაზე განხორციელდა ასფალტო საფარის მოწყობა, ასევე წმინდა მარიამის ქუჩაზე ბეტონის საფარიანის გზის მოწყობა. ზეკოტაში და კაკალათხევის დასახლებებში ასევე მოეწყო თანამედროვე ტიპის ასფალტო ბეტონის საფარიანი საგზაო ინფრასტრუქტურა და მუნიციპალიტეტი აგრძელებს აღნიშნული პროექტების განხორციელებას მიმდინარე წელსაც. მიმდინარე წელს უკვე განსაზღვრული და დაკონტრაქტებულია 8 ლოკაციაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს არის აღმაშენებლის მეორე ჩიხი ლესელიძის ქუჩის პირველი მონაკვეთი, დადიანის ქუჩა და ასე შემდეგ. რიგაში გამართულ საერთაშორისო საგლუდო კორპუსზე გორის სულხან-სინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯთან არსებული გოგონათა გუნდი იმან კოკარსის სახელობის გრან-პრის მფლობელი გახდა. ახალგაზრდული გუნდების კატეგორიაში გოგონათა გუნდმა პირველი პრემია და ოქროს медаლი მოიპოვა, ხოლო ნომინაციაში საუკეთესო დირიჟორი ნინო ციკლაურმა გაიმარჯვა. გორის გოგონათა გუნდი რიგაში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაემგზავრა. Nino Tsiklauri, the conductor of the girls' choir of the Sultan-Sintadze Music College in Gori from Georgia.
of the Sultan Music College in Gori, Georgia, conducted by Nino Tsikluri. უბედნიერეს ხარება დღე გაგვითენდა მე და ჩემს გულს და მინდა თქვენი ეთერის საშუალებით სრულიად საქართველოს მოგილოცოთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაული. მოკლედ ჩვენ მოგვიწვია Riga Sings ესეთი ფესტივალია 2025 და ინტერკულტური არის ამისი ორგანიზატორი, საერთაშორისო საგუნდო ორგანიზაციაა და წელს ჩაატარა ქალაქ რიგაში. ლატვიის დედაქალაქ რიგაში. გამოვემგზავრეთ, სადაც ჩვენი ქვეყნის სახელი დაგვეცვა ღირსეულად და ძალიან ბედნიერები ვართ. მივიღეთ 3 ძალიან დიდი ჯილდო. პირველი ეს იყო ოქროს დიპლომი, როგორც პირველი ადგილი და ოქროს მედალს გულისხმობს, რომ ასე ეძახიან ოქროს დიპლომი. ასევე გაიცა ერთადერთი მთავარი პრიზი, რომელიც მე ხვდა წილად და ძალიან ბედნიერი ვარ, ეს არის საუკეთესო ქორმაისტერი დირიჟორის წოდება. და შემდეგ მოხდა უკვე გრან-პრისთვის ბრძოლა. 37 კოლექტივი 15 ქვეყნიდან შევებრძოლეთ ამ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად და როგორც იცით გრან-პრი ჩვენ. $33,000 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახლების პროდუქტებს შეიძენს კასპის მუნიციპალიტეტის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. უწყება 375 სასურსათო კალათას გადაამზადებს და სადღესასწაულოდ დაარიგებს. მერიის დახმარებას დევნილი ოჯახები მიიღებენ. ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის სოციალური პაკეტი, რომელიც 2025 წელს განსაზღვრულია $1,300,000 ლარით. ამ სოციალურ დახმარებებში განსაზღვრული არის აგრეთვე სააღდგომოდ 375 დევნილ ოჯახზე, რომლებიც ძირითადად თელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მეტეხის ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქ კასპში არიან ჩასახლებულები. მათთვის სააღდგომოდ ყიდულობთ სოციალურ პაკეტს დაახლოებით 33,000 ლარია გამოყოფილი, ტენდერი უკვე დასრულებულია, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ვართ და სააღდგომოდ 375 დევნილ ოჯახს გადაეცემა სააღდგომო სოციალური სურსათის გასასურსათო კალათა.